სახელითა მამისათა, დadzისათა, დასულისა, წმინდისათა. მეგობრებო, მართლმადიდებელი ქრისტიანი არ უნდა აღიარებდეს და არ უნდა აღნიშნავდეს ბედობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ბედობა არ არსებობს. თუ ესე იგი ნახეთ ეს დღეებისა და ჩვეულებების წმინდა ხელწერა, ხო, არ არსებობს, რადგან ქრისტიანული სულიერება ადამიანზე ღვთისნების და მისი ზრახვის მნიშვნელობაზეა დაფუძნებული და არა რაღაც წინასწარ განჩინებულ ბედზე. აი წმინდა იოანე ოქროპირი ნახეთ როგორ გამარტავს თუ რატომ არის ასახული ბედის ცნება უსამართლო და დამაბნეველია ეს ყველაფერი. აი თუ ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არ იგებ და აძლევს რჩევას შენ შვილს, ბავშვებს? ყველაფერი ხომ ბედზეა დამოკიდებული, ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა. თუ კი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, მაშინ ნუ გზავნის შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე, ბედს, მაგრამ ამას ვერ ბედა. რატომ სჯი თუ კი ცუდი, იმიტომა რომ ასია შექმნილი. ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს კარგისთვის, ხო, სიკეთისთვის, ეს ხომ მისი სათნოება არ არის ბედის წერა. ხედავ რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა. ამ სიტყვებში მეგობრებო წმინდა იოანე ოქროპირი გვთავაზობს უმთავრეს ჭეშმარიტებას, რომ ბედი არ განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი არჩევანი, ჩვენი საქმე და ჩვენი სათნოება მოდის ღვთის ნებისა და ადამიანის თავისუფალი ნების თანაზიარებით. თუ ადამიანი დაიწყებს ბედის, ასე ვთქვათ, საუბარზე, აი ბედის დღე და ასე შემდეგ, აღნიშნავს, ხო, ფიქს ბედზე, იგი წყვეტს საკუთარ პასუხისმგებლობას საკუთარი მოქმედებებისა და ღვთის ნებისა. ესე იგი, ასეთ ხედვაში, მეგობრებო, წამლისა და კეთილის მოქმედება არა ადამიანის სულიერი დამსახურება, არამედ ბედი. ბედი განსაზღვრავს ყველაფერს. ესე იგი, ჩვენი საქმე, ჩვენი მცდელობა და ჩვენი, ესე ვთქვათ, სათნოება მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთი იძლევა შესაძლებლობას არჩევანისთვის, ხო? აი, ესე იგი, ესე ვთქვათ, ბედის კულტი, ხო, და მისი აღნიშვნა მხოლოდ ადამიანის სულიერი დაბნეულობის სიმბოლოა და ადამიანს შორიდან აშორებს, ხო, ეს თქვა ჭეშმარიტ ღმერთთან სიახლოვებს აშორებს. ნახეთ, მართლმადიდებული ჩვენი სულიერება ასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველაფერზე პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე ადამიანი უნდა იყოს, არა ბედის წინაშე. გესმით? ბედი ეს არის წარმავალი, რომ ადამიანისთვის შეუცნობელი, ხოლო ნება ღვთისა სამუდამო და სრულყოფილი. შესაბამისად, ბედობის აღნიშვნა ქრისტიანისთვის უსარგებლო და სულიერად საზიანოა. რადგან მას აქცევს ადამიანის მოქმედებების ფუშ და ამაო ბედის წერის, ხომ მსხვერპლად. როცა ჭეშმარიტება იმაშია, რომ ყველაფერი ადამიანის და ღვთის ნების გაერთიანების შედეგად ხდება. აი, რამოდენიმე წმინდა მამების გამონათქვამები მინდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო. ესე იგი, პირველი იოანე ოქროპირი, ჩვენ რაც ზემოთ თქვით, კიდევ ერთხელ წავეკითხავ, ესე იგი, ახლა თუ ყველაფერს ბედი ადგენს, ჩვენი რჩევები, აღზრდა, განათლება, საქმიანი მცდელობა, ყველაფერია ამაო, ხო, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ, რადგან ბედი არაფერს არ განსაზღვრავს, არამედ ნება ღვთისა და ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს კაცის გზას. თავისუფალი ნება. წმინდა მაქსიმე აღსარებელი ამბობს. ადამიანი არ უნდა ეცადოს ბედის გახარებაზე ან შიშზე. ჭეშმარიტი ბედნიერება მოდის ღვთის ნებით
და არა შემთხვევით რას მოვლენებით. თუ ადამიანი ბედზე მიყრდნობა, იგი უარყოფს თავის თავისუფალ ნებას და ღვთის ნებას. მხოლოდ ღვთის მსახურება მოგცემს იმედს, ასოებას და ნუგერს. ეპიფანე კვიპროსელი ამბობს, ბედის წერა კაცს აბნევს, თუმცა ჭეშმარიტი ხსნა ღვთის ნების დაცვაშია და არა შემთხვევით მოვლენებებში. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ადამიანის სული არ უნდა ეცადოს ბედი წინასწარ განსაზღვროს, იმიტომ რომ ჩვენი საქმეები ეს არის ადამიანის ნამდვილი პასუხი ღვთის მოწოდებაზე. და ბოლოს პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ არ ცხოვრობთ ბედის მონებად, არამედ ღვთის სიყვარულისა და სინდისის მონებად. ყველაფერი ხო რაც გვეხება ღვთის ნებით ხდება. ამიტომ ნამდვილად არ არსებობს არანაირი ბედი და მივენდოთ უფალს, რადგან ყველაფერი მის ხელში არის. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. აბა გაიხარეთ.